დღეიდან მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის აღდგომის მარხვა დაიწყო. დიდ მარხვით ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. იგი აღდგომამდე 48 დღით ადრე იწყება და ყველაზე ხანგრძლივი მარხვაა. გასული კვირა მორწმუნეთათვის სულიერი ყველიერის კვირა იყო, გუშინ კი მიტევების დღე. მართლმადიდებლური ეკლესია დიდ მარხვის პერიოდში 40 დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენებს. გარდა ამისა, ყოველდღიურად პარასკევს საღამოდან კვირა დილის ჩათვლით პერიოდის გარდა წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება. დიდ მარხვის პერიოდი ორი უდიდესი დღესასწაული ხარება და ბზობა აღინიშნება. მარხვა 12 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით სრულდება. დღეს დაიწყო დიდი მარხვა. გილოცავთ ყველას მნიშვნელოვანი ის, რომ პირველი კვირა არის მძიმე კვირა და ბოლო კვირა ნებიშვიდეო. დანარჩენი კვირა არის თავისთავად ხსნილი ზეთით, ოთხშაბათი და პარასკევის გარდა. ამიტომ მარხვა არის სულიერი მოვლენა და პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცხოვროს სულიერი ცხოვრებით და თავისთავად შეთანხმებული უნდა იყოს თავის მიწიერ ცხოვრებასთან ეს საკითხი. ხმართ დაგლოცოთ.